Georgia, Georgia! Let's go, man! მოგესალმებით ბიჭებო და გოგოებო, დიდებო და პატარებო, ყველას განურჩევლად სქესისა და ასაკისა და ეროვნებისა, ქართულად მოსაუბრი ადამიანებო, ბრძოლების ფანებო, მოკლედ, fight hop-ის მაყურებლებო. ძალიან მიხარია, რომ თითქოს დღეს რაღაც განსაკუთრებულად მიხარია, რომ წერთ ეპიზოდს რაღაცნაირად ატომღაც ესე ვარ და რას ფიქრობდი ახლა იცი სანამ დავიწყებდით? ეგრევე ვიწყებთ ხოლმე რაღაც ჩხუბებით და უბედურებით და მთელი ამბებით და იქ რა მოხდა, იქ რა ხდება, იქ რა ითქვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მოდი ჩვენით დავიწყოთ ახლა ერთხელ რა, ანუ შენ რა შვები რა, როგორი დღე გქონდა შენ? მე შენ მკითხე მე როგორი დღე მქონდა, მე გეტყვი შენ. რა შვები როგორ ხარ? მე მქონდა ისეთი დღე, როგორიც ეკადრება პირველი ქართული საბრძოლო ხელოვნების, შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართული პოდკასტის კოუპარტნიორს ნოსტალგიორგის სართანიას ისეთი დღე მქონდა და ვიცი რომ შენც რომეო 50 ცენტერაძე იგივენაირი დღე მქონდა და თავიდან ყოველთვის მინდა ხოლმე რომ მოვიშოროთ ხოლმე ეს ყველაფერი და მე კონკრეტულად რამე საინტერესო მოხდა შენ დღეში? საინტერესო ის მოხდა My life is boring, I guess. დღეს არის 232 ეპიზოდი, ანუ წარმოიდგინეთ ხალხო, ჩვენ ვართ უკვე აქ 5-6 წელიწადი დაახლოებით და აი 6 არა. ну 5 პლუს ხო ვართ და 5-6 პრინციპში მართალია. აი რა პერიოდი იყო, იცი რომ UFC-ის ისტორიაში მხოლოდ 2 მებრძოლი იყო საერთოდ ქართველი, ჩაწერილი რა სიაში რა, მაყაშვილი და დვალიშვილი რა და ძალიან დიდი ხანია მოვდივართ. ხო, რომი, აბა მითხარი, შენ რა მოხდა შენთან საინტერესო, რა ხდება შენთან, როგორ ახარ? რავი, დღეს ჩვეულებრივ ოჯახის რაღაც საქმეები გავაკეთე. მე ვიღაც ზანგი შავკანიანი ახალგაზრდა პიროვნება ამიშარდა ქუჩაში, მაგრამ თავი შევიკავე. მოიცა სანამ გააგრძელებ ეგ, მაგრამ მაინტერესებს რა ვიცი რომ ნიუ-იორკი არის ცნობილი რომ ძალიან სწრაფი ცხოვრება არის და ბევრი მოთფინება არა აქვს ხალხს, როცა ძალიან სწრაფად მოძრაობს ყველაფერი, ხო ეგრე არის რა. და ვიცი რომ ნიუ-იორკელები არიან რაღაც პირდაპირი რა, ხო აზეხა პირში გეტყვიან ეგეთი ის არის რა, ნიუ-იორკზე ხო? ნუ ხა მე არ ვიცი ნამყოფია რა ვარ, შენ გიცნობ რა, მაგრამ ო, ნუ ისეთი ტემპია ქალაქში რომ შენ პირს რო უყურებ ისეთი ქართული ულაში გაქვს რომ ეხა ხო აზეხა. ხო და ანუ ულაშის ხასიათი დავდექი რა. ხო და გაიოზი იქნებოდა შენთვის კაი სახე რა. გაიოზი? არა. გაიოზი არა, кайხოსრო. ხიპიში დაგიწყო ვიღაცამ ქუჩაში მოყევი რა, მაინტერესებს. ო არა, ეს იყო რა ქვია. ჩემ ბრალი იყო ბიჭო, ხა ნახევრად ამ ძინავს ხო აზეხა ქუჩაში რო გავდივარ, ან ყოფნის ძილი ხა ბავშვი არ გვაძინებს და რაღაც ესე გადაუჭერი ფეხით სიარულის დროს ტროტუარზე მოდიოდა ტროტუარზე და მე ესე გადაუჭერი წინ არც მიქცევია ყურადღება და რაღაცა მომაძახარა. და მართალი იყო ხო აზეხა და ბოდიში მე მეთქი რა. და უკაცრავად მეთქი და ვაიცი ზოგიერთი ზანგები არიან მენტალურად ავად მყოფები თეთკანიანთან რაღაცა პატარა უღლოდნავ თუ ეგრევე რასიზმი ელანდებათ. ყველას გონიათ, ზოგიერთს გონიათ რომ აი ყველა მაგაც წინააღმდეგა რა ხან შავია და მე თეთრი ვარ თუ რაღაც. ხო და დამიწყო კიდე მაინც გაისა რა ქვია ლაპარაკი და თან შორს მიდის ჩემგან გამიგე? ბიჭო, მოდი რა, გადავწყვიტოთ რომ ჩვენ პოდკასტზე მაგ სიტყვას აღარ ვიხმართ და ძმა დაუძახოთ რა. კაი, ძმა დაუძახოთ. ოჩე ნიუ-იორკელი ძმა, შავკანიანი ძმა იყო რა. ნიუ-იორკელი შავკანიანი ძმა. ხო. ხო და არაფერი მეთქი წადი რა, ბიჭო, ხო გითხარი მეთქი ბოდიში მაგ დაგინახე მეთქი და არა დამინახეო შენ და მაინც ქენი. მეთქი არ დამინახე ხარ ძმა, რაგინ. და თან მიდის და თან იმაშვება, და კარში მეთქი ბოლო ტვინში უკვე რო ტვინი რო ეზაგრა მეთქი გააჯვი ხო აზე ხარ რა და იყო გინევა შორიდან. ხო, ეს გააჯვი როგორ უთხარი მაინტერესებს. Get the fuck out of here მეთქი რა. ხო. და წავიდა კიდე კაი არ დაბრუნდა, არ მოვიდა ახლოს რომ მოსულიყო იზოლებული ვიქნებოდი რომ
მე მოქმედა კიდე კაი ახლოს არ მოვიდა. იგინებოდა და თან მიდიოდა. გამიგე შორს მიდიოდა თან და თან ისე იგინებოდა. მე ხარ გავიკიდე ხოლმე. ხო და კიდე კაი რო არ მოვიდა ახლოს მადლობა ღმერთს, იმიტომ და რომ მე შენი სხვა აზრით არ მიქნებოდა. შენ უფრო დიდი თავის დაცვა მომიწევდა მე. მოთმინება გქონდა ამ სიტუაციაში? კი. იმიტომ რომ არ ვიცი, ეხლა თუნდაც არ გამიგო, მაგრამ შენ აი ძალიან ისეთი ფეთქებადი ხასიათი გაქვს რა. ბიჭო, ხო, მაგრამ ისეთიც აღარ ვარ უკვე, ახლა 38 წლის ვარ, ორი შვილი მყავს, რაღაც სხვა რაღაცებზე ვფიქრობ და სხვა რაღაცებზე ვარ კონცენტრირებული და ისე როგორც ვიყავი თუნდაც 1 წლის წინ ან 10 წლის წინ ან 5 წლის წინ აღარ ვარ ისე, ნახდად აღარ ვარ, ვატყობ ჩემ თავს. მე მაგის მერე მეორე ამბავი შემემთხვა კიდე დღეს. გამოვერთ რა, ერთ ადგილას ვიყავი მისული, გამოვედი გარეთ. და მანქანა მე ხო მეყინა რა, გზაზე და მიყენებული მყავდა ტიპს გვერდზე ისე მანქანა, რომ ვერ გავდიოდი ვერსად რა, ჩამკეტა რა. ხო და ველოდები ვეძებ, შევედი რესტორნებში, მაღაზიებში, მეთქი ვინმე ხო არ ხართ ამ მანქანის პატრონი, მეთქი გაიყვანე, ვერ გავდივარ. ვერ ვიპოვე ტიპი რა და სადღაც 9 საათი ვეძები, წარმოიდგინე შუა ბრუკლინში ეს ტიპი რა. და ბოლოს იქით ამ მხარეს რომ მოვჭი გზის ამ მხარეს, გადავედი მე იქით ამ მხარეს, იკაი. დედასფიცა ვარ და ერთ-ერთი რესტორანი ისმის მილიონ ალიხ როზ რუსული სიმღერა რა. ეს ის არის ბიჭო, ალა პუგაჩოვა თუ ვიღაცა. პუგაჩოვას ხო და ბიჭო და ისე არ მინდა იქ შესვლა ეხლა და ვიკითხო ვინმეს მანქანა ხო არა, თქვა ის სიკვდილივით არ მინდა რა. მაგრამ მაგი ჯერ შევედი მაგის გვერდზე, სუშერია არის იაპონელების და შევედი და ვიქას ვაკითხინე ტიპმა ვერ ვიპოვე TikTok-ში მანქანის პატრონი და გამოვდივარ უკვე და ხედავ რომ მანქანის პატრონი გამოვიდა რა, მაგრამ გამოვიდა ტიპი ცოლით და ორი შვილით და საჩუქრებით ბავშვებისთვის. არა, ქართველები არ იყვნენ. რაღაც უზბეკი ან ტაჯიკები ან რაღაც ეგეთები. ამ ქალს ჰქონდა ესე წაკრული, როგორც მუსულმან ქალებმა იციან რა და უნდა მექნახ მივედი და მეთქი 9 საათია გეძებს მამა მეთქი ვაზა ხა მანამდე კიდე გელოდებოდი მეთქი დავიტანჯე მეთქი ვაზა სახში მეც ყავს შვილები მეთქი და ისე ჩამიყენე მანქანა ვერ გავდივარ რა წესია მე მოდიში და და ხო რა უნდა მეთქი ძმა არა უშავს წადი ღმერთს მშვიდობითი არის მეთქი მოკლედ საინტერესო ესეთი ივენთებით სავსე დღე მქონდა რა ანუ შენთვის ყველაზე ისეთი რაღაც გამორჩეული ქუჩაში მომხდარი რო წასულა რა ხელზე და ფეხზე და დარტყმაზე ამბავი ნიუ-იორკში იყო თუ საქართველოში ანუ ქუჩის ჩხუბი რა არ ვიცი ესე ვერა თბილისში ერთხელ ვიჩხუბე ისე რომ საუნდტროფოში წამოყვანე შევიქენი წასასვლელი რა იმიტომ რომ ჩხუბი მოგვივიდა და რომ ნახეს რომ მარტო მე ვიცოდი ჩხუბის ასტავში ერთი რომ დავაგდე მე ყველა მედამესია რა ერთადერთი ჩხუბი იყო ჩემ ცხოვრებაში როდესაც ქუჩაში რომელშიც გავიდახე რა მართლა იმიტომ რომ 5 კაცი მირწყამდა აბა კიდე კაი მე რო წავქცეულიყავი მაგაში რო წავექციე მაგათ ხო რო დავქცეული ვერ წამაქციეს გამიგე რო წავქცეულიყავი ალბათ მომკლავდნენ თემაში იმიტომ რომ იქ აქცია არ შეიძლება კადრა გადავრჩი ხო და აქ ამერიკაში სულ ვერიდებოდი იმიტომ რომ არ მინდოდა რომ რაღაც ამეშავებინა ესეთი აქ დაჭერა და დეპორტება რაღაცა ესეთი რაღაცები არ მინდოდა კრიმინალი აქ თუ აი კიდე რაღაც ეგეთი როაზე ხარ მაგრამ ერთხელ მოვყევი ღამის კლუბები ხომ მეზიზღება რა არავსად მეყარა არავსად დავდიოდი მაგრამ ერთხელ მოვყევი როგორ ჩხუბში იცი აი просто ვინ ვის უტყავდა ვერ გაიგებდი просто ატყდა ჩხუბი და რო ატყდა ჩხუბი ყველა ერთმანეთს წააყარა რა ხო და ქართველები თუ რა კაროჩე არა მანდ იყვნენ ამერიკელები მექსიკელები რუსები ქართველები ყველა იყო რა ყველა და მე ერთ-ერთმა ჩემმა რუსი იყო ის ბიჭი და ესე შორიდან ვიცნობთ ის არც ვიცნობ რო სახელიც არ ვიცწესი იმან გამომართრია რა მე შეიძლება გაჩხუბებს მეთქი ჩხუბი იყო და გიტყა მე მოდი მომზადო ბავშვი არ ვიცნობ მეთქი ის რა просто კარგ გამოვედი გაიგე ხო და ეს პერიოდი ავშვამდი და ვეწევოდი და მოსაწევად გამოვედი ხო და ბიჭო უძე აფეთქდა რაღაცა ბრახ ოზე და იმ კლუბის სახელიც არ მახსოვს ბუმ და უცე და გავხედე ჩემი უბნელი ტიპი მექსიკელი გვერდზე ცხოვრობდა ჩემს გვერდზე ეს ნაკოლკებიანი ტიპი იყო თავგადახოტრილი მენა
გიჟი იყო რა, იმენა შეურაცხადი იყო. ბიჭო, ბავშვი რომ მოუნათლე ხო 19? არა, ეგ ტიპი ჯეფი ერქვა რა, ხეფე. ეგ ტიპი მაქვს ნახე ახალი გადმოსული ვარ მაგ რაიონში და ეგ ტიპი გაუვარდა ერთი 5 კაცს ბეისბოლის ბიდით გარეთ რა და დალეცა ტიპები რა, გიჟი იყო შორელებრივი რა, მაგრამ კაი ტიპი იყო, მე ჩემთან კარგად იყო. ხო და მაგისი ძმაკაცი იყო კიდე კრისი რა, კრისტოფერი. ტატუების სალონი ქონდა. და რა ვიცნობ რა, კარგი ტიპი, ჩემ უბანში ვარ რა, სადაც ცხოვრობ. გავედი გარეთ გაიგე და აი შენ ძმობას ვიცავ, აი კინოში თუ მინახავს ეგეთი რაღაც და დგევარ და ვესაუბრები ამ კაკას ამ რუსბის როგორ ახარო კაკას მიწოს ვნახე რა და აშვები როგორ ახარ ეკიტური რა გოგოები რაღაცა არჩევ და უცებ გავიხედე და ბიჭო აი აფეთქდა თითქოს სიტუაცია რა და ამათ ორივეს გავხედე აი ესეთ მოძრაობებს აკეთებდა რა ერთიანებს ისვრიან ესე რა ხო და უცებ წამოვიდა ტალღასავი ჭუბი მოვიდა ჩვენამდე რა იქვე ერთ იმაში რა და ძალიან ბევრი ხალხია გოგოები ყველას ხვდებათ წარმოიდგინე იმენა ცუვა ტიპები რა ხო და ახლა რო წამოვიდნენ ჩემამდე რომ მოვიდა ხელები ავიფარე და თავის მოძრაობა დავიწყე და ვიქნევ ხელებს ერთი დროს მოვარტყი ხო ახლა და ამას არ უნდა ახლა ჭუბი არც იცოდა ალბათ რა ვიცი და მომკითხე წამატრია რა სადღაც გამიყვანა და ჩავიცუცქეთ მე მასავით რა ქვია ხო პოლიცია გაიჩიტა და მე ახლა ნუ გზაში მომივიდა ერთხელ ჭუბი ისეთი ანუ აქ უკვე ვაკონტროლებდი სულ თავს რა არა ვარ ახლა მე რეალურად ესეთი ქუჩაში მოჭუბარი ტიპი და რაღაცა როცა მქონია სიტუაცია და გარდაუვალი იყო თქო და სხვა გზა როგორ გაქვს ვაშკაცის საქმეა რომ გასაკეთებელი გააკეთოს უნდა რაცა უნდა პატიოსანი კაცი იყო და იმად გაი ახლა როცა ხედავ რომ შენ ძმაკაც ხელს უტყამენ შენ სახლობელს ხელს უტყამენ ან მოგზდევს ვიღაცა ან რაღაც გიჟი შეხვდა ან რაღაც სიტუაცია გაიჩნდა რაცა უნდა წესიერი პატიოსანი და ესეთი ტიპი იყო ბუნჯულად და საწყალი თუნდაც არ გეპატიება მაინც როგორც კაცს რომ არ იმოქმედო რაღაც სიტუაციებში კაცობა თუ გინდა და პრეტენზია გააქვს უნდა გააკეთო მაინც გინდა არ გინდა რა შენზე არა რომელი უფრო უხეში სამყარო არის შენი აზრით რა აი ჩვენ 90-იანებში თბილისში ომის მერე საქართველოში რაც ხდებოდა თუ აი მაგალითად ეხა აიღო რომ ნიუ-იორკში სადაც გეტოებში რაც ხდება რა უფრო უხეში და არ ვიცი საინტერესო საერთოდ სხვათა შორის ორივეგან მომიწია 90-იანი წლების საქართველოს გამოვიარე და ნიუ-იორკის გეტოშიც მომიწია სადღაც ერთი რამოდენიმე თვე ყოველდღე დავდიოდი მომიწია მუშაობდი რა და ერთხელ დაჟე ისეთი სიტუაციაც მქონდა ავტობუსიდან ჩამოვედი და დავხსნე რა ერთი ორი სამი ადამიანი შავკანიანი ძმები და საიდან იცი რომ ძმები იყვნენ ძმები დაუძახოთ ხო მითხარი ეხა მივხვდით ხო და ესა აქ რა გინდა მეუნება რა ხო და მეთქი მუშაობ აქ მეთქი რა you look like a cop white boy მეკითხე მეუნება რა მეთქი რა თეთრი ვარ იცენ ჰოკი ეგონე უეჭერ და დენზელ ვაშინგტონს ეძებდა რა ხო მეთქი რა თეთრი ვარ პოლიცია იმას არ ნიშნავს რომ პოლიციელი ვარ თქო რა ხო და ნუ კარჩე ვისაო ახან აქო ნუ დადიხარო ეს არა შენთვის ეს ისაო ბანია და რაღაცები დამიწყო და ბაჭო ახლა კამიკაძე უნდა იყო რა უნდა უთხრა მიგე ან просто ეს იამაიკური აქცენტი რო ქონოდა უფრო მაგარი არა იმენა ბრუკლინული აქცენტი ქონდა და მეც ბიჭო მეთქი not a cop მეთქი I just work here მეთქი ხო და მე მივედი სამსახურში ანჯელო იყო იქ ეს ტიპი რა კარგად ვიყავ მაგასთან ბანში ესეთი ბიჭი იყო რა ფეხში იყო დაჭრილი რო გავიცანი კაროჩი ხო და მეთქი ანჯელო ეს რაღაცა მოხდა მეთქი რა და ახლა მეთქი ყველას ცალსაკე ვერ ურჩევს საქმეს მეთქი თუ შეგიძლია რაღაც სიტყვა დააგდე რომ მე აქ დავდივარ და მუშაობ ხოლმე ხარ რა ოჯახს ვარჩენ და რაღაცა არ მიჭირდება და არ მაინტერესებს მეთქი ეს ვიღაცებს რაღაცა უხსნა და თუ შეგიძლია მეთქი და ბაზარი არაო მე ვიტყვიოს ჩემს საქმეს და შენ კიდე ვინმე თუ შეგაწუხაო ჩემი სახელი უთხარიო და პრობლემა არ გექნებაო რა ეგ იყო და მე რო უკვე ზედმეტი სტრესისთვის რო ამირიდებინა თავი გადავიხოტრე პლანჟი მოუშვი და მექსიკელს გავდი რა მექსიკელებს არ ერჩიან მარტო თეთრები არ ევასებათ ნუ მაგარი რასიზმი მიდის რა თქმა უნდა
ახლა 90-იან წლების თბილისში კარგად მოგიხსენება რა ხდებოდა, გარეთ ვერ გამოყოფთი ცხვირის იყო პერიოდი რა. ეხლა არ ვიცი ვერ გეტყვი გვინდა თუ რომელი არა იყო ჩვენ უარესი. თეთრკანიანები ვართ ხო ეხლა ქართველები შენზე თეთრი მართლა ვინ არის თო ირლანდიელი შეიძლება ნუ ხო ახლა შენი კავკასია და ეს განსხვავება სლავების და კავკასიელებს შორის აქ არავის არ ბიჭო აინტერესებს ეხლა რა. მე და შენ რო თეთრკანიანები ვართ ეხლა მაგაზე ჩვენ ხო არ გეპარებაში ჩო იმან რო აი უთხრა რატომ უნდა მეპარებოდეს? იან გარიმ რო უთხრა იმას ხამზაც კაჭკაჭმა რო უთხრა ყავს? მაგარი იყო ეს ძალიან მაგარი ისტორიები მეც მევასება რა მე ხო იცი ინგლისში წავედი არა და ისტორიების მეტი რა მაქვს. ეხლა რო გავიხსენო ეგრე ხო ვიძახით ან რა აი არ ვიყავი მე აროს ქუჩის ბიჭი და მოჭხუბარი და ისა მაგრამ იმდენ რაზბორკებს და ქურდულ გარჩევებს და მეც ჭხუბებს არ დავსწრები ვიყავი ვარ და მეც არ ვიყავი შევსწრები მაგრამ ვარ და მე გეტყვი რა ეს მიმიღია რა მონაწილეობა. მე ისეთი ჩავედი რაღაცები მაქვს რაღაცე. 90 წლებიან დანგრეულ საქართველოსდან რა ომის მერე საქართველოსდან ინგლისში ძმაო ანუ იმის თქმა მინდა რომ ჩვენ საიდანაც მოვდიოდით ქონდა სხვანაირი შეხედულება ცხოვრებაში და გადავედით ისეთ პრესტიჟულ ადგილას რა ხო აზე ხარ და საინტერესო არის და მოდი ახლა მე ვფიქრობ გადასვლას როგორ გადავიდეთ ახლა MMA-ზე იმიტომ რომ ძალიან კაი ხანი გავა შევაბით ეს არაფერი გახურვა რა პირდაპირ გადავიდეთ იმიდან იქით დავიწყებ პირველ რიგში რომ ბოდიში მინდა მოუხადო ჩემს მსმენელებს ჩემი პირადი YouTube არხი დროებით ლაივების კეთებისგან შეჩერებულია ლაივ სტრიმებისგან დაბლოკილია დროებით დღეს ლაივი მქონდა ჩართული ხალხს დავუპირდი ეს ამ დღეების განმავლობაში ყოველ დღე შევალ ლაივში ნუ დასვენებებია თქო და ვერ შევასრულე იმიტომ რომ იმ დღეს ლაივი ჩავრთე ავდექი წყალზე გამოვედი ბავშვი დაჯდა გამიგე 2 წუთით და თურმე არ შეიძლებოდა ბავშვის არა სრულწლოვანი მცირეწლოვანი ბავშვის დატოვება ლაივში მარტო და მაგის გამო დაბლოკეს ლაივ სტრიმის უფლება რა არხზე ასე რომ ჩემი YouTube არხი პირადი YouTube არხი დაბლოკილია დროებით ვიდეოების დადება შემიძლია და შევეცდები რამე ვიდეო მაინც დავდო ლაივებს ვერ ვაკეთებ ჯერჯერობით მაგრამ ნუ მუშაობ ამაზე რომ მოვახსნევინო ეს ბლოკის ისულელია ეს ყველაფერი და ნახოთ იმედია მალე მოხდება ეგ ამბავი ამასობაში Instagram-ზე თუ დამაფოლოვებს 1000 გამომწერამდე თუ გავიდე Instagram-ზე რომ იქ ჩავთო ლაივები სანამ YouTube-ს უჭირს ხო და ასე ასევე არ დაგავიწყდეთ Fight Hop-ის Instagram-ის გამოწერა არ დაგავიწყდეთ Fight Hop-ის YouTube არხის გამოწერა აგერ გვიყურებს ვცდილობთ ვირჯებით თქვენთვის სრულებით უფასოდ ასევე თქვენთვისაც უფასოდ და უსაყიდლოა გამოწერა ამ არხის წამების ამბავია და რა ვიცი ადამიანური ამბავია რატომ უნდა დაგვიჭიროთ ხარი თუ კი გვისმენთ და რა ვიცი შეუდგეთ ბევრი გვაქვს ალაპარაკი ხო კი ძმა და მე რამდენი ვილაპარაკეთ კი ეს არის ნამდვილი პოდკასტი რა ანუ ერთი კვირა გავიდა ბრძოლები არ არის მაგრამ იმას არნიშნავს რომ არა UFC რახან არ არის ხო რა თქმა უნდა კენა იყო ეს იყო მართლა ამ შოუზე რაც სიამოვნება მე მივიღე ესეც არ ველოდი და ძალიან კარგად გაკეთებული იყო რკენა ამაზე ვისაუბრებთ რა თქმა უნდა მერაბ დვალიშვილს აქვს ტიტულის დაცვა რეკორდში შევა მეოთხე დაცვა იქნება კალენდარის წელიწადში და არა მარტო ეს ბატონ დეინა ვაიტმა დააგდო ბომბები ისეთი ბომბები რა უფრო რასაც არ ველოდით რა თქმა უნდა ეს ჩვენ გვეხება იმიტომ რომ ილია თოფურია აღმოჩნდა რომ ილიამას დააგდო ერთი ბომბა ნუ ილია თოფური არ იქნება იანვრის თავარი ბრძოლა პირველ ნომრიან UFC-ში Paramount-ზე და იქნებიან პადი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჩი კიდე ვოლკანოვსკი და ლოპეზის ბრძოლაც იყო არმან წარუკიანი გააცივეს თაროზე შესვეს ბლექლისტ თუ რაც გინდა დაუძახე ფაქტიურად ეს კაცი
დაელოდება რომ ჯერ ფადის და გეიჩის ბრძოლა დასრულდეს მე 1-5 თვე გავიდეს ილია დაბრუნდეს და მოგებულს შეხვდეს და მე კიდე ალბათ 1-5 ანუ ისე გამოდის რომ გააცივეს ეს კაცი და რა ვიცი აი თემები გვაქვს ბლომად რა და აი შენ როგორ ფიქრობ აი რა ინტერესებს ჩვენ მსმენელს რა ფაით ოპერებს რითი დავიწყოთ რომჯან ფაით ოპერებს რა თქმა უნდა ყველაზე მეტად აინტერესებს ილიას და ლაითვეითის და ცარუკიანის და გეიჯის და პიმბლეტის ეს კვარტეტი რა და ასევე რა თქმა უნდა აინტერესებთ ერთ კვირაში მერაბის ბრძოლა და ეგ ბრძოლა აინტერესებთ ძალიან რა თქმა უნდა ეგ არის ტოპ 2 თემა რა თქმა უნდა ამ წუთას ქართულ MMA-ის სივრცეში მაშინ მოდი დავიწყოთ ენა ხო ისეთი ივენთი იყო ეხა მოდი გულახდილად გეტყვით ის ჯერჯერობით ის ნუ ცუდი ბრძოლები არ იყვნენ ალბათ იყო 1-2 ძალიან ისეთი შტამბეჭდავი და გამორჩეული მებრძოლის და ბრძოლაც მაგრამ თლიანად ივენთი როგორც ესეთი შედგა თან საკმაოდ გრანდიოზულად იმიტომ რომ ძალიან მაღალ დონეზე იყო გაკეთებული პროდაქშენი რა ყველაფერი რეკლამები მანამდე ეს ყველაფერი ეს პრომოუშენი ყველაფერი გემოვნება კაი იყო აშკარად კი გემოვნებიანად იყო გაკეთებული დარბაზი გაყიდული იყო შევსებული იყო ბოლომდე და ძალიან მაგარია ესე იგი მარკეტინგმა კარგად იმუშავა ბრძოლებს შორის დიდი პაუზები არ იყო რაც ძალიან მნიშვნელოვანია მუსიკა კარგი იყო საუნდი გამოსახულება კარგი იყო განათება კარგი იყო კამერა კუთხეები ყველაფერი კარგი იყო ბრძოლების ნელ-ნელა დაიხვეწება უფრო და უფრო მაგარი ბრძოლები და უფრო მაგარი მებრძოლები ეყოლებათ პირველი ივენთის თაობაზე საქართველოს პირობებში მით უმეტეს ნამდვილი წარმატება იყო ეს ივენთი და ულოცავ ყველას ორგანიზატორებს სპონსორებს მებრძოლებს რა თქმა უნდა ყველაზე მეტად ულოცავ კომენტატორებს თელ ჯგუფს ყველას ბიჭებს გოგოებს ყველას აბსოლუტურად ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა ამ თუ იმ ფორმით ყველას ულოცავ და ულოცავ საქართველოს ქართული სპორტისთვის ეს წინსვლა და იმედია ესე გაგრძელდება რა არა მარტო ქართველებს რა ყველა ვინც მიიღო მონაწილეობა რა ამევენზე რა ხო ბათუმი ფაით აკადემი შავრაუტ კიდე ჩვენ ხუჩას და რავი პირველი ბრძოლა თუ გახსოვს გოგო იყო ჩვენიანი 17 წლის წარმოიდგინე რომ 17 წლის გამოხვალ 17 წლისა ხო ანუ რა დონეზე არის მისული რა თქმა უნდა მაგასაც ულოცავ იმიტომ რომ ეხა მოგებაზე არა მოგებას იმიტომ რომ მარცხი მიიღო მაგრამ ულოცავ რომ ამ დონეზე გამოვიდა 17 წლის გოგოაზე ხარ მე მგონი მოყვარულებისში იყო პირველი ჯგუფი ხო კი და მეორე იყო ეგ მარცხი ძალიან დაგამოადგება და თავარია ეგრე მიუდგეს ამ ასაკითხს ეგ ისეთი არაფერი არაა ძალიან დიდი გამოცდილება მიიღო მაგრამ 3 რაუნდი იჩხუბა კაი მოწინააღმდეგესთან გამოსცილ მოწინააღმდეგესთან თვითონაც უკეთესი მოჭუბარია დღეს უკვე იმ ჩხუბის შემდეგ ვიდრე მანამდე იყო ყველაფერი წინა 17 წლისა მთელი ის აქვს წინ სამყარო მაგის ფეხქვეშაა თუ მოინდომებს ბიჭო და ამ ევენტს ბიჭო ამდენი ხანია და რაღაც თითქოს ისე გაიარა რა თქვა ისა ანუ ვერ ვაღიარე რომ ეს ხდებოდა თუ რაღაცა რა და უცებ რომ მივხვდი რომ ეხა უკვე არის და რომ ჩავრთე მივხვდი ანუ რამ ხელად მნიშვნელოვანი იყო და ძალიან მაგარი იყო სპორტის სასახლე გავსებული იყო და ეს იყო ესა რა ქვია რა პატარა ტესტერი საქართველოში რა ენერგია შეიძლება იგრძნოს MMA-ის ჩვენიანების მონაწილეობით რა აი ფოლადიშვილის გამოსვლაზე ხო ნახე აი რა ენერგია იყო რა წარმოიდგინე რა და ბევრი ჰაილაითი იყო მოდი გავიაროთ თქონდ ცოტა ყველა დეტალები არა მაგრამ ძალიან ბევრი ჰაილაითი იყო და მოდი მეორე ბრძოლა ივანაიშვილი მომეწონა ივანაიძე spinning back kick to the liver ღვიძლში იყო აი აჩვენე ეს შონ შელბის ვისაც გინდა აჩვენეს იყო ულამაზესი ეხა მოიცე ჯერ stop რა შელბი ადრე ბიჭო ვიცი პროსტა ეს ჰაილაითი აჩვენე MMA-ის ინთუზიასტს და თუ არ გეტყვის რომ ლამაზი იყო ძმაო არ ვიცი რა ლამაზი იყო მე ძალიან მომეწონა ის რომ ასეთი ახალგაზრდა
პროფესიონალებში დებიუტი ქონდა და ესე მშვიდად იმუშავა. აი ესე გაამზადა მოწინააღმდეგე მაგდარტყმისთვის, აქედან ურტყამდა ფეხს, წამოიყვანა აქეთ მხარეს და მე დატრიალდა და ღვიძლში მოარტყა მარჯვენა ფეხი, ძალიან ჭკვიანურად გააკეთა, ფაით IQ აჩვენა, ოსტატობა ტექნიკური შესრულებაც აჩვენა. მე ძალიან მომეწონა და გამოვარჩიე და ყველას მივწერე რომ მეთქი გამოვარჩიე ბიჭი ძალიან თქო რა ივანიაძე თუ ივანაიძე არ მინდა რომ არასწორად თქვა ივანიაძე ივანიაძე ხო ჯუბას ძალიან ცუდი ნოკაუტზე მინდა ორი სიტყვით შევეხო თავარი შეცდომა ის რა თქმა უნდა პირველ რიგში იმედია კარგადაა ბიჭი ბავშვია რა ჯუბა ახლა რა ჯერ პატარა ბიჭია იმედია ყველაფერი კარგადაა ჯანმრთელობის ხრივაც თავარია ყველაფერი წინაა არაფერი ეგრე აგებენ ადამიანები და მე მსოფლიო ჩემპიონები ხდებიან ამ სპორტში დამიჯერე მაგდრეუნები კოდი გარბენც აქვს აგებული აი ეს სუფთად 0-ზე გათიშეს მოყვარულებში და მე მსოფლიო ჩემპიონი გახდა რა ეს არ იყო მოყვარულებში მაგრამ ჯერ 18 წლისაა და არა უშუალოდ დაისვენებს ერთი წელიც რო დაისვენოს ახლა ჯუბამ ასეთ ნოკაუტის შემდეგ ხო აქვს დრო რომ მე გააგრძელოს და იჩხუბოს თავარი შეცდომა რაც იყო ის იყო რომ შორიდან იყო და არასწორი მიმართულებით მიქონდა თავი აი თავი ქონდა შიგნით თორსა თან დაბლ ლეგზე უნდა წასულიყო თან ასე შორიდან მაგ დროს უნდა წახვიდე low single-ზე ან თავი გარეთ უნდა კონდეს და თან ყველა ცუდი ის იყო რომ როცა დაიწყეს ჯერ უკან წავიდა გამიგე და მერე წავიდა წინ კიდე უფრო დაშორდა მოწინააღმდეგეს და მერე ძალიან შორიდან შევიდა ფეხში რა და ძალიან ზუსტად აი listen ძალიან ზუსტად დახვედრილი მუხლი იყო რა აი ეგეთი ზუსტად ისიც ელოდებოდა ტეიქდაუნს კაიგე ის ელოდებოდა იმან იცოდა რომ წამოვლოდ მეტი კამუფლაჟი და მეტი შეფერვა და ყურადღების გადატანა იყო ცოტა უნდა ალბათ დაეცა და ჩემი აზრით ეგ ისეთი ჩხუბი იყო რომელი პირველი დაუშვებდა სავალალო შეცდომას მაგაზე იყო და სამწუხაროდ ჯუბამ გამოიჩინა პირველი ინიციატივა და შეცდომას მაგან დაუშვა პირველი რა თუმცა როგორც თქვი ჯერ 18-19 წლის ბიჭია ყველაფერი წინა აქვს დაისვენე ძმაო დიდი გაკვეთილი ყველაფერი კარგად იქნება მაგარი კაცის ხელში ხარ ხუჭა არ მოგაკლებს შენ არაფერს დარწმუნებული ვარ და ეს არაფერი არა ყველაფერი წინა მიულოცო მინდა ნიკას აბრამიშვილს ფრესტყაოსნიდან ჩემთვის ძალიან ახლოს გულთან ახლოს ყოფი გუნდიდან ნიკასაც მე საკმაოდ ისე ვიცნობ ახლოს ლევანიდან გამომდინარე ბევრჯერ მისაუბრია და მართლა ძალიან ისეთი რთული მეტოქი ყავდა ალბათ ყველაზე რთული მეტოქი ყავდა ნიკას და შეშტამბეში დავად მოიგო წესების დარღვევას კი ხონდა ადგილი მოკაჩა კლეტკაზე ერთხელ მაგრამ მთლიანობაში კაიჩხუბი ჩაატარა ბიჭო რა მომენტი იყო იცი თითქოს რომ რაღაც თავდაჯერების მომენტი თუ ეკნებოდა მეთქი რა ხო აზე ხარ მგონი მარცხიდან მოდიოდა ხო ჩვენი ძმა რა მაგრამ აუ და არაუღია სხვათა შორის რაც თავარია მარცხიდან მოდიოდა და იოლი ჩხუბი არაუღია რთული ჩხუბი იყო ეს არ იყო იოლი ჩხუბი თავდაჯერება აჩვენა და გაიტანა თავის თავი რა და ისეთი მართლა ისეთი მეტოქე ყავდა ბევრად უფრო გრძელი რომ დისტანცია უნდა კარგად შეკვეცო და შეხვიდე რა და მართლა აი ეს ლევანის სტილი თავის მოძრაობა ვნახეთ ცოტა ზედმეტი თავის მოძრაობა არსებობს ადამიანები რომლებიც ვაფშე არ მოძრაობენ თავს და არსებობს ადამიანები რომლებიც ზედმეტად ამოძრავებენ თავს ის მაშინაც როცა არაა საჭირო რა როცა არ გიტევს მოწინააღმდეგე არცაა ვაფშე საჭირო მაგ დროს ამოძრავებ თავს მაგ დროს იმახსოვრებს კაი მაღალი დონის სტრაიკერი თუ ყავს იმოძრავებ იმახსოვრებს შენ თავის პატერნებს რა საიდან სად მიგაქვს საიდან როგორ იმარშვება და შეიძლება იქ კონდეს თავი და აქ მოგქონდეს უკვე დამახსოვრებული აქვს რომ იქიდან აქ მოგაქვს და აქ დაგახვედროს გამიგე და ეგეც ცოტა სახიფათო ამბავია რა მაგრამ ნუ ნიკუშამ კარგად გააკეთა ბიჭო არ გამოგჩეს რა რომი რა სოზაშულსაც დაახლოებით ეგეთი აუცილებლად მივალ მაქამდე სოზაშულს არ ქონდა იოლი ჩხუბი მძიმე ჩხუბი ქონდა თავიდან გაუჭირდა რაც კარგია ძალიან იმიტომ რომ გადალახა 1-2 ჩხუბის წინ საბას ქონდა ესეთი რთული ჩხუბი რომ ვერ გადალახა წინააღმდეგები დამარცხდა მაგრამ ამჯერად გადალახა ამანაც მისცა დაწუნებული ვარ თავდაჯერებლობის ბუსტი და კი ახლა ბოლოს მოწინააღმდეგემ ტრავმა მიიღო და რაღაც ტაიმაუტი მოითხოვა თუ რაღაცა მაგრამ საბამი შტორმი რაც მოწინააღმდეგემ მას შესთავაზა ის გაიარა გადალახა ვაჟკაცურად როგორც ნამდვილ მებრძოლს შეეფერება და ის ტრავმა უკვე საბას პრობლემა და საბას ბრალი არაა ძმო იმან მიიღო ტრავმა ამან დააფინიშა ხო იგი ყოისა ფეხის ტრავმა ხო
ის სირთულე რაც მოწინააღმდეგემ ის თავიდან ის ურაგანი დასაწყისი რაც მოწინააღმდეგემ მას დაახვედრა ის საბამ გაიარა რა. ასევე მინდა ვთქვა ლურჯკიფანიძეზე. ლურჯკიფანიძეზე მინდა ვთქვა რომ მაგარი საყვარელი ადამიანია მაგის პოსტ-ფაით ჯერ ნოკაუტი ხო მაგარი იყო ძალიან. ნუ იქ რა თქმა უნდა შეცდომა დაუშვა მოწინააღმდეგე გალიაზე იყო ხო მგონი? გალიაზე ფეხი გალიასთან მუშაობაში ცოტა გაკვეთილები ჭირდება მაგის მოწინააღმდეგეს აშკარად თუ როგორ უნდა ადგე გალიასთან რა პოზიციიდან რა როგორ უნდა ადგე და რა დროს შეიძლება პროსტა წარმოდგომა და ასე to the face ხო იყო გალიაზე ეგ არისო? სად უნდა კონდეს და ფეხი სად უნდა კონდეს და როგორ და რანაირად მაგრამ ხო მუხლით გათიშა რაც უნდა იყოს მასეთ დარტყმა რო გაქვს ესე ძლიერ დარტყმა თუ რა გაქვს ადამიანს ზედულად მაინც რო გათიშა დავით აშკარად ძლიერ დარტყმები აქვს ძალიან რომანდოლიძეს მუხლები აჭარული მუხლები აქვს რომანდოლიძეს დავითასგან ხო ძალიან ბევრ ჭიდაობას ნახულობდით რა და ამ ბრძოლაში იყო გახსნილი რა სტრაიკინგით უფრო ხო და მე მაგრად ვისიამოვნე დავითის ინტერვიუთი ბოლოს როგორ დაამთავრა სპონსორებს მინდა უთხრაო რომ ახალგაზრდა ბავშვებს მიხედონო რა და ძალიან აი მესიამოვნა გულზე დამედო მალამოსავით მაგის სიტყვებით ისე ალალად თავისთვის კი არა ხო არაფერი ბავშვებს მიხედეთ უთხრა სპონსორებს რა და აი მაგარი კაცია ძალიან მაგრამ ერთი ორად რაღაცნაირად შემიყვარდა უფრო ეგ ადამიანი მაგის გამო სიკეთე წამოვიდა რაღაცნაირად აი წარმოიდგინე ასეთ ბარბაროსულ სპორტში რო ხარ და ამთავრებ ჩხუბს და მე ამდენი სიკეთისთვის რო გრჩება კიდე ადგილი გულში რა წარმოიდგინე რა მაგარი ადამიანი ხარ და კიდე მინდა ვთქვა ორი სიტყვა ფოლადიშვილზე აი ძალიან მომწონს გიორგი რა როგორ გითხრა გიორგიში მომწონს აი ესეთი თვით დაჯერებულობა გიორგის რო აქვს მე ამ ივენტზე არავის არ დამინახავს და ზოგადად ყოველთვის ეგრეა გიორგი გამოდის ისე რომ მას ეჭვი არ ეპარება და შენს გაჯერებს ისე გამოდის ხოლმე საჩხუბრად ისე გამოდის ისეთი თავდაჯერებულობით გამოდის აი დედასპიცა ვარ მართლა რა ეჭვი უკვე მჯეროდა რომ ეჭვს არ გიტოვებს ეხლა რა თქმა უნდა ეს არ იყო ის კალიბრის მოწინააღმდეგე გასაგებია და ეს მაგრამ გიორგის ეს თავდაჯერებულობა ნელა უფრო გაიზრდება აი ამ მოგებებით და თავარია და იმედია პირდაპირ პროპორციულად მაგის სკილებით და გამოცდილებას ესე გაიზრდება ამ სპორტში რა ეგა ძალიან მნიშვნელოვანი გიორგს არ იყო ეხლა არ იყო გაიგე იოლი ჩხუბი იმ პონჩი რომ იმ ბიჩს კარგი სტრაფი ტეიქდაუნები ქონდა საკმაოდ და დაუდმარცხებელი იყო თვითონაც და ეთყობა ეხლა ბევრს ესე თავის გადაყვანით გაიგე და გიო დაუხვდა მზად ყველაფერზე მაგის გრეპლინგზე ქონდა პასუხი რა და ნუ ბოლოს გააკეთა ის რაც გააკეთა golden boy რა ოქროს ბიჭი არის მართლა გიო რა მომწონს ძალიან გიორგი და მინდა ადრესს მithქვამს და პირაჩიც მithქვამს მაგისთვის და აქედანაც მინდა გავიმეორო რა უცხარი და მითხრა კიდევ წაწე აღარ ვაპირებო მე გამასაცინააღმდეგო არაფერი არ მაქვს პირიქით ანუ მარტო მუშტიკრივი როა რა პირიქით ძალიან მომწონს რომ ბიჭებს წასასვლელი და საჩხუბარი აქვს სადღაც სავარჯიშო მიზანი აქვს ბევრს ქუჩაში დგომას ბევრისთვის როგორც გამილაპარაკა ჩვენთან გახსოვს ძალიან მომწონს მე გამას ანახაობრივია და ესე მაგრამ თუ კი MMA-ში გაქვს სერიოზული მიზნები და გზა ხო გამას დრო აღარაა უკვე მაგდროს აღარ რჩება უნდა დაუთმო იმიტომ ისედაც არა საკმარისი დრო რომ ყველაფერი დაამხეცო და იმასაკნა MMA-ში რა და მაგიტო ვიძახი იმედია სულ კონცენტრაციას გააკეთებს გიო MMA-ზე და two channels bro main event-ი ხა გვესმის რომ არ იყო ეს main event-ი ბრძოლა მაგრამ ყველასთვის საპატივცემულო სპორტსმენია ეს კაცი მაგარი რაგბისტი იყო რაგბი ქართველებს ყველას გვყვარს ყველა პატივცემს რაგბისტებს იმის გამო თუ როგორ ჯიგრიანად იხარჯებიან ბიჭები ბოლომდე ზოგი სხვა გუნდური სპორტებიდან განსხვავებით და რა ვიცი ულოცავ კაპიტანს იმას რომ რაღაც ეს ადრენალინი სპორტული იგზნო და მიხარია რომ ბედნიერი იყო რა მეტი რა ვიცი აი ეს კაი ივენთი იყო ულოცავ კიდევ ერთხელ ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო და ვინც უყურა მთელ საქართველოს ვისაც ქართული MMA-ის განვითარება უხარია და წინსვლა უნდა ეს იყო პირველი ნაბიჯი და კიდე მედი მაქვს ბევრი იქნება წინ არა მარტო კენაში არამედ GFC-ში და რა გამა MMA-ში და GFC-ს ჩატარდა დღეს ხოთაშორის მე რა ვერ უყურე იმიტომ რომ კენას უყურებდი არა ნუ წინ
წინ საქართველო, წინ ქართული MMA, წინ ბიჭებო, წინ მერაბი ერთ კვირაში და გიო, take it away. მაგარი საინტერესო ფაქტი არის რკენის პირველი ევენტიდან თავარი კარდის 5 ქართველ მებრძოლიდან რამდენი იყო ჩვენთან სტუმარიავა Fight Hub-ზე? მგონი 5-ვე. მაპატია ხა კაპიტანი რაგბის ჩვენთან არ ყოფილა, მაგრამ აი განგსაინი რო იყოს, ესეთი უნდა ისროლო რა, განგსაინი. ხო და მართლა ძალიან საინტერესო ხა ის ანუ რომ მოისმინო და გაიგო რა და მოინდომო რომ გაიგო შარიქაძეს ისტორია რა, რაც მოხდა, რაც მე მოусმინა ინტერვიუებში და რაც გამოიარა, ძალიან აი თითქოს მეორე შანსი მიცა რა MMA-მ, რომ პროფესიონალ სპორტში შემოსულიყო ეს ადამიანი რა. წარმოიდგინე, რომ გული ხარ, აი გუნდის გული ხარ და მე ყველაფერს კარგავ და ეს არის შენი ცხოვრების ყველაფერი, ყველაზე დიდი ნაწილი. და ყველაფერს კარგავ და ძალიან საინტერესო იყო, ანუ საინტერესო რა ღრმად შემიძლია რომ ვაღიარო რომ მაგარი გამოვლილი გზა აქვს რა, მერაბს რა, აქამდე მოვიდა და ძალიან დიდ პატივს ცემს. ანუ თვითონ ამ სპორტს ხო ნახე ბოლოს მიკროფონზე რო თქვა რომ საღოლო ამას როგორ აკეთებთო რა. ანუ აი იმდენი ისროლა და ის პოლონელი, ეხა ისიც არ არის ვიღაცა ცნობილი, ხო, მგონი 1-2 რეკორდი ქონდა, ხო? არის იმდენი ისროლა და მაინც ვერ იმასქნა და ბოლოს ხო დაიღალა, მაგრამ ბოლომდე მიაწვა და აღიარა რომ აი ეს ძალიან რთული არის მართლა რა. და რა ვიცი, ჩემი აზრით იმსახურებს ეს ადამიანი მთავარი ევენტი იყოს რა. მართლა ისეთი სახელი არის, რომ იმსახურებს და დაამტკიცა, რომ აქ მებრძოლი გული რა. მოკლედ რკენა იყო ძალიან მაგარი ევენტი. სეტანტა სპორტს გიორგი ბუჩუკურს ულოცავ, ძალიან კარგად ჩაატარის რა. გიოსაც მივწერე, ვავი, საკაიფო წაიყვანა ძალიან კარგად ინგლისურად. ველაპარაკე, რავი, პატივისცემა გიოს და მთელ გუნდს და რავი, ყველას რა. ძალიან კაი იყო, კაი დღე იყო დღეს ქართული MMA-ისთვის, არ იყო ნამდვილად წინ წავედით, თითქოს ცოტათი წავიწიეთ რა. ხათაშორის ლევონის ძმამ დამირეკა მე შალვა ჩოხელმა და იქიდან მოვედიო მითხრა რა და ძალიან მომეწონა მაგის თქმად დაგირეკეო რა, იქ გამისწორდაო რა, კაი ივენთი იყო რა, საბეჭდილების ქვეშ იყო. და რა ვიცი, ყოჩახ რა. კიდევ ერთხელ ბრავო. როგორც ვახსენეთ, დეინა უაითმა გამოაქვეყნა ახალი ბრძოლები Paramount-ზე იანვარში. ბევრ ადამიანისთვის იყო დიდი სურპრიზი. ოღონდ სურპრიზი ჩემთვის არ იყო, იმიტომ რომ სურპრიზი რაღაც კარგს ნიშნავს. პადი პიმბლეტი გეიჩის მთავარი ბრძოლა lightweight-ის interim კამარზე. დიდათ მე არ გამიხარდა, მაგრამ სიმართლე რო გითხრა, რახან ილიას არ აწყობს ეხა დაბრუნება, დიდს არაფერს არ ცვლის ეს ილიასთვის, იმიტომ რომ დეინამ თქვა, რომ მოგებული, მოკლედ, პიმბლეტის და გეიჩის შეხვდება ილიას, როცა ილია დაბრუნდება რა. არაფერს არ ცვლის, უბრალოდ ჩემი აზრით ეს ძალიან დიდი აქტიურობიდან გამოთიშვა ხო არ არის შენი აზრით, ანუ უკვე გავიდა რამოდენიმე თვე, ხო, ალბათ კაი ხანი გავიდა რა და კიდე გავა. ალბათ ერთი წელიწადი შეიძლება გამოვიდეს, სანამ ილია შევა ისევ, ხო, გალიაში. და ყველაფერი რომ
გამორიცხო და დაივიწყო, აი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ის არის თუ არა შენი აზრით, რომ აქტიურობიდან იქნება გამოთიშული ამდენი ხანი რა? თუ რამე სხვას ხედავ აქ უფრო ო, უარეს. ეხლა წერა უნდა მეთქვა შემოვიდეს არაფერს არ ცვლისო, მართლა ეს დროებითი კამარია და არაფერს არ ცვლის ილიასთვის ამ წუთას, ნუ ამ მოცემულობით გარდა იმისა, რომ ერთადერთი რაც მთავარია, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ის არის, რომ მთავარი არის, რომ ილია დაბრუნდეს უფრო მაგარი ვიდრე ბოლოს იყო რა. ეგაა ყოველთვის მიზანი ჩხუბში, რომ ბრძოლებში, რომ მომდევნო ბრძოლაში უფრო და უფრო უკეთესი იყო, შენი თავის უკეთესი ვერსია იყო, ვიდრე აა წინა ბრძოლაში იყავი რა. იმედია თავისი ბოლო ბრძოლიდან 1 წლის თავზე მაინც შეძლებს და იბრძოლებს. თავარი მაინც ოჯახია და თავარი არის ილიამ ყველაფერი თავისთვის სასარგებლოდ ახლა მოაგვაროს. იმ ალბათ, ნუ არ მგონია ახლა ვარჯიში ვერ მოახერხოს და ესე შემდეგ. თავისი ძმაც არ მგონია იბრძოლოს თავისმა ძმამ, სანამ ეს ყველაფერი არ დამთავრდება. გვერდზე ეყოლება და ალბათ დაეხმარება ყველანაირად იმისათვის, რომ ერთმანეთს დაეხმარებიან იმისათვის, მაშინ რომ ეს დონეები შეინარჩუნონ, რაც საჭიროა. და რა ვიცი, აბა, მთავარი არის, რომ ჩემპიონი დაგვიბრუნდეს მალე და ძლიერი რა. მანამდე კიდე რა ბრძოლების დაანონს და სამწუხაროდ არმან ცარუკიანი მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით იმსახურებს ამ ორზე მეტად თუნდაც იმ დროებით კამარზე ბრძოლას, ან თუნდაც ილიასთან ბრძოლას undisputed კამარზე ისჯება აშკარად UFC-სგან იმის გამო თუ რაც გააკეთა ისლამ მახაჩევთან. თუმცა იმას წყალი არ გაუვარო, ჯასტინ გეიჯი და პედი პიმბლეტის ბრძოლა იქნება სანახაობრივი ძალიან. ორივე ესეთი მამაცი და გულიანი მებრძოლია, ორივე წინ მიდის. უბრალოდ საინტერესოა რა სტრატეგიით აირჩევს ბრძოლას პიმბლეტი. მაგაზე ბევრია დამოკიდებული. იმიტომ რომ ჯასტინ გეიჯის ერთი გეგმა აქვს ყველა ბრძოლაში. დაბლოკოს დარტყმების სახით და დაგიბრუნოს უფრო ძლიერი დარტყმა. და ვინც გაუძლებს და ვინც პირველი გაითიშება, მაგაზეა მთელი ჭხუბი. არანაირი ესეთი სასწაული, ნუ ბოლოს ტრეორიტმა მიაჩვია რაღაც სეტაპების გაკეთებას, ცოტა ჯების გამოყენებას და ცოტა მოზომილად მიზანში მორწმას და ესე შემდეგ, მაგრამ მთლიანობაში ჯასტინის გეგმა ვიცით ყველა. ძალადობა არის ჯასტინის გეგმა. ძალადობა, უბრალოდ ძალადობა და სანახაობა. პიმბლეტს შეუძლია რომ ყველას ჩაგვეყაროს იმედები და მოლოდინები ნაცარში, იმით რომ დაუწყოს გრეპლინგი ჯასტინს. ჯასტინს მიუხედავად იმისა, რომ სკრემბლი და დაცვა ასე თუ ისე ნორმალური აქვს ჭიდაობაში, თვითონ გრეპლინგი ქვემოთ გადასვლები და საბმიშენ დაცვები და რაღაცეები ნახეთ ჩვენ რომ არ აქვს კარგი. ხო და შეიძლება ამ ბრძოლისთვის მოიმზადოს იმდენად რომ მზად იყოს რაღაც სცენარებისთვის, მაგისთვისაც რა გამორიცხვა. მე უარესი მაგრამ მინდა გითხრა საინტერესოა რა. თუ დადგებია თუ არა, დაუდგება თუ არა პიმბლეტი და ესე სტოიკაში და თუ დაუდგა იქ ვინი რას იზავს, იმიტომ რომ პიმბლეტსაც ძლიერი დარტყმა აქვს საკმაოდ. მაგრამ ნუ ჰაერში აქვს სულ ნიკაპი უძლებს ჯერჯერობით. აი, ნახოთ. ხო და მე უარეს გეტყვი მეთქი რომ არ ამგონია რომ გრაპლინგი დაუწყოს, რა თქმა უნდა თუ ჯასტინი აღმოჩნდა ქვემოთ ნოკდაუნისგან იხმარს იმ მომენტს პადი პიმბლეტი და მაშინ წავა საბმიშინზე, მაგრამ მგონია რომ როგორც ესეთი ქაოსური სტრაიკინგით ამჟამად ამ პერიოდში სადაც არიან ეს ორი მებრძოლი, ჯასტინ გეიჯი რომელიც არის 37 წლის მგონი, დაჟე ფეხზეც უგებს პადი პიმბლეტი ჯასტინ გეიჯის. ესე ფიქრობ? კი. საინტერესოა, იმიტომ რომ ფიზიებს მოუგო ბოლო ბრძოლა ჯასტინმა და ფიზიები გაცილებით უფრო ტექნიკური არის ფეხზე ვიდრე პიმბლეტი, მაგრამ მან იცოდა რომ არ იქნებოდა ჭიდაობის ფაქტორი ძალიან დიდი რა, ეგ ერთი. მეორე, ხო, ტექნიკური ერთია და რამდენად violent, რამდენად უფრო ის არის, ანუ მასა ხო მე მგონია რომ პიმბლეტი უფრო ის არის,
violent როგორ იქნება ქართულად რა, უფრო აგრესიულია, უფრო აგრესიული და უფრო ისა რა, კი, არაკლი აგრესია იზიებს, მაგრამ რაღაც პიმბლეც აქვს უფრო მეტი რაღაც ისეთი გადამწყვეტი დარტყმის მიყენების უნარი. ძლიერი დარტყმები აქვს, მაგრამ ნუ ჩურჩუტივით იქნებს ხელებს არის. მაგრამ მაგრამ რომი რა, ტექნიკაზე ხო არ არის რა, შენი ყოველთვის იძახი ხოლმე რომ ტექნიკაზე არ არის ძალიან ხშირად რა. ხო, მარტო ტექნიკაზე არ არის. ტექნიკაზე მგონი ფიზიევი ჯობია საერთოდ გეიჩის. გეიჩისაც ჯობია და პიბლიცაც კი, მაგრამ ნუ სხვა მომენტებიცაა კი რა თქმა უნდა იქ. ძალიან ბევრი მომენტებია და ამიტომაც არის ბრძოლა ესეთი საინტერესო და ამოუხსნელი რეალურად მოვლენა, იმიტომ რომ მართლა სინამდვილეში არავს არ იცი რა შეიძლება მოხდეს ბრძოლაში რა. და ვინ შეიძლება რა გააკეთოს და რის გამო მოიგოს. ან ვინ რატო წააგოს და ის მიტყდება უბრალოდ რომ სანახაობრივ ფეერვერკებს ველოდები ამ ბრძოლაში და იმედია რა გულმოხდეს. არდი პიმბლეტი არანაირად არ იმსახურებს ეხა ყველაზე დიდ შუქს პარამაუნტის პირველ ქარდზე, რომ კამარი შემოხვიონ და ვინც საერთოდ ცხოვრებაში ნაყურები არ აქვს, არ უყურებია თავ სპორტისთვის დაინახავენ არდი პიმბლეტს და იტყვიან რომ ვა, აუ, ეს არის ყველაზე მაგარი ადამიანმასტი რა, UFC. ეცე რა გეო. ვინ რას იმსახურებს და ვინ რას რა არა და ვინ სად უნდა იყოს და სად არა. მაგაზე ფიქს უკვე დიდი ხანია შევეშვი. დიდი ხანია ძალიან. უბრალოდ ზივარ და რაც არის მოცემულობა იმას უყურებ რა. რაც არის ეგრე. რა ბედია კამპადი პიმბლეტსაზე ხარ? აუ ძალიან ისეთი უპატივისცემლობა იქნება რომ თქვა რომ ეხა ადვილად მიეცა გზა, იმიტომ რომ ჯასტინ გეიჩის ხვდება, მაგრამ ფაქტიურად მისი გამოვლილი გზა ეგრე გამოვიდა რომ თითქოს არაფრიდან მიიღო ეს ტიტულის ბრძოლა რა. ცალკენ რო ყოფილიყო ამ ჯგუფში იქნებოდა უფრო ნაკლები პრეტენზიები, ახლა ვინც რაღაცა უნდა თქვას არგან ცალკენ ნომერ პირველი კონტენდერია ჩემპიონში მაინც. იმიტომ არა რომ არმანი რაღაც განსაკუთრებულად მიყვარს, არა, უბრალოდ სიმართლე მიყვარს რა. ჩემპიონში სიმართლე საერთოდ კიდია არმანი როგორც აი ვაფშე არ ვიცნობ, არც რაღაც მაგისაც ლაპარაკი არ მომწონს, არც ჯგუფის სტილზე არ გიждები მაგისაზე მაინც და მაინც. არც ის არ მომწონს რომ ვერ გადაუწყვეტია სომეხია თუ რუსია, მაგრამ ილიას მერე ამ წუთას ყველაზე ძლიერი მოჭხუბარია მაგ კატეგორიაში დღევანდელი მოცემულობით, დროებითია ყველაფერი. დღეს შენ ხარ ხვალს ყვა იქნება. მაგრამ ამ წუთას ჩემთვის ეგ არის ნომერ პირველი ილიას შემდეგ კონტენდერებში და სამწუხაროა რომ ამას UFC გასაგები მიზეზების გამო, გასაგები რა, ცნობილი მიზეზების გამო არ აღიარებს ოფიციალურად. რაღაც სილოსაა ცოტა, მაგრამ რაც არის ეგ არის რა. ჯასტინ გეიჯი და პედი პიმბლეტი დასხებენ პარამაუნტის პირველ ქარდზე ერთმანეთს და გვაჩუქებენ შესანახაობას და გირჩევთ ყველას რომ ამ სანახაობის სინამდვილეობა მიიღოს და არ ვფიქროთ იმაზე თუ რის დაბრუნდება ილია, რატო არ არის ცალკიანი main event-ი, რატო ის არა, რატო ეს არა. რატომ შეჭამა პეპელამ ჟესტი და ასე შემდეგ, აზრი არ აქვს. როცა იქნება ეს ამბები, მე ვისაუბრებ და რაღაცნაირად, ხო, მართალიც არის UFC. ანუ შენი აზრით, რომელი უფრო დიდი ბრძოლა არის რა? წარუკიან ჰუკერი თუ პიმბლეტი გეიჩი? პიმბლეტი ხა დიდი following იყავს განსაკუთრებით ინგლისში და ევროპაში და გასაგებია რომ უფრო დიდი სახელია. ესმის ჰუკერის დამარცხების შემდეგ ტიტულზე ბრძოლა არც ისე დამაჯერებელია, როგორც გეიჩის დამარცხების შემდეგ ტიტულზე ბრძოლა რა, იმის თქმა მინდა რა. და ის რომ დაივიწყო რომ გეიჩის ბოლო ბრძოლა სახეზე დაეცა, face plant. ბოლოს წინ. ხო, რაფაელ ხო, ფიზიევის ხო, მაგამდე.
რა ვიცი. და მე რო შეხედო საერთოდ პადი პიმბლეს ვინ გამოიარა და როგორ გამოიარა და საიდან მოვიდა აქ. მოკლედ მოდი რა, ისე ყურადღება ილიას მივაქციოთ, უსურვოთ ილიას წარმატებულად დაბრუნება თავის ყველაზე საყვარელ საქმეში, რომელშიც არის ნომერი პირველი pound for pound და საუკეთესო მებრძოლი. მოდი ისევ ერთხელ შევახსენოთ ხალხს რა, რომ ჩვენ არა ვართ მარტო YouTube show. Fight Hop არის პირველი ქართული დამოუკიდებელი შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი. Spotify-ზე, Apple Podcast-ზე მოგვეცით 5 ვარსკვლავიანი შეფასება და იყავით ჩვენთან. That's it. აჰა, მოდი დაიწყო. ალბათ ეს შეიძლებოდა რომ პირველი თემა ყოფილიყო, იმიტომ რომ დღესდღეობით ამაზე დიდი ბრძოლა საქართველოს MMA-ის ისტორიაში არ ყოფილა რა. თვალიშულს აქ მეოთხე დაცვა წელიწადშიაზე ხარ და ეს არის მემკვიდრეობის ისტორიაში bantamweight-ის და საერთოდ შეიძლება UFC მებრძოლის ამ სპორტში განცხადება. ხო, 4 დაცვა ერთ წელიწადში. ამინ. ეს ნამდვილად არ არის პატარა საქმე. ურთულესი რაღაცა 4-ში დაიცვა ქამარი. იმიტომ რომ ნახე ჯერეთი ანდერსონ სულოვანი ლაპარაკა 2000 რომელი წელი იყო, რომ წააგო ქამარი ვაიდმენთან. 17 ჩხუბს ვატარებდა UFC 16 ქონდა მოგებული ზებიზე, სულ დაცვები, სულ ქამრები, სულ ისა და 17 ჩხუბი რომ წააგო კრის ვაიდმენთან, რომ გათიშა კრისმა არჩი მომეშვალო უზო რა. რომ დავკარგი ქამარიო და რატო და იმხელა ზეწოლაო და იმხელა მის სამიზნეს გძნობ ზეზე სულ ქამარი რო გაგვი იმხელა სტრესიაო ზორი წარმოიდგინეთ რა. და წარმოიდგინე ხა კაცი ამხელა სტრესით და აი ამხელა ზეწოლით და აი ამ ყველაფრის ერთად იცის რომ თელ დივიზიონს მაგას ის რაც მაგას არის უნდა ყველა ჩხუბი 5 რაუნდიანია 5 რაუნდიანს 5 რაუნდიანის მომზადება ჭირდება ამდენი დაკირთვა ტანზე კუნთებზე ამდენი ყველაფერი ერთად ეს რა ფსიქოლოგიური ფიზიკური და მეოთხე დაცვა ქამარზე ანუ ეს არის სასწაული რა აგერ თუნდაც ილიას შევადაროთ ალბათ მიუხედავად იმისა რომ თლიანობაში ილია თოფურია უფრო შთამბეჭდავი მოჭხოვრი არის როგორც მებრძოლი უფრო სოლიდური არის იმიტომ რომ გრეპლინის მომყინებელია საბმიშენები შეუულია დგომში ნოკაუტის მასტერი ნოკაუტი ორია და სასწაული ძალა აქვს დარტყმის ტექნიკას ძალიან მაგარია მარტო დარტყმა და შველის და თლიანობაში უფრო შთამბეჭდავი და სოლიდურია თქვა ხო მერაბთან შედარებით ალბათ ამას ვერ შეძლებდა ილია თოფურია რომ 4-ჯერ დაეცვა ერთ წელიწადში ქამარი ну ყოველთვის ძალიან გაუჭირდებოდა მერაბზე უფრო ალბათ შეიძლება ვერ შეეძლოს ესეთი შეიძლება შეუძლია და შეძლოს მაგრამ მერაბზე უფრო მეტად გაუჭირდებოდა მერაბი არის რაღაცა მართლა მანქანაა რა ის იდეალური ისა აქვს რა ქვია დღე ამართლებს თავის ზედმეტ სახელს და ამ ყველაფერს მე მგონი ახერხებს იმითი რომ არ ფიქრობს აი ამ ყველაფერს სტრესზე და აი ამ ზეწოლაზე და აი ამ ყველა უბრალოდ სიამოვნებას იღებს ამ პროცესი ბედნიერია ამიგე და ბედნიერ მოჭხუბარზე უფრო სახიფათო ზოგჯერ არაფერი არა როდესაც გაივლი იმ ყველაფერს წვალებას რაც მაგან გამოიარა ნიუ-იორკში სიცივე მუშაობა 1000 უბედურება კიდე სხვა ხო და მე დადგება ეს თბილი დღეები და ემრიელი რაღაც დღეები და ამისი ფასი არის ისო შემდგა გააგზავნო ბრძოლა და ვარჯიში და მეტი არაფერი და ეს ისედაც გიყვარს და ქსიავნეს ეს გაბედნიერებს უკვე და ამ შემთხვევაში როდესაც ეს კომბინაცია ხდება ამ დროს ბედნიერ მერაბვალიშვილზე სახიფათო მეჭყუბარი ამ წუთას UFC-ში არა ძალიან ბედნიერია თავის სიტუაციით ყველაფერი ახარებს რაც ხდება მაგის ირგვლივ და ამას იყენებს მაქსიმალურად ამის მაქსიმალიზაციას აკეთებს რა და ძალიან მაგარია ჭკვიანურადაც აკეთებს რა სანამ ჯანი ერჩის შეუძლია არ კარგავს დროს მაქსიმალურად 1 2 3 4 აგროვებს ტიტულის დაცვებს თვითონ ჩხუბის დინამიკას რაც შეეხება რა ვიცი ეს ჩხუბი ერთხელ გვაქვს ნახე ამათ შორის რას გააკეთებს მერაბი სხვანაირად განსხვავებულად წინა ჩხუბიდან ალბათ რთული წარმოსადგენია არ ვიცი ვერ გეტყვი ალბათ ჯონ უდმა და მერაბმა უკეთიციან მე პირადად
პეტერიანისგან უფრო მეტ სიახლეებს ველოდები რა. და ვნახოთ, მაინტერესებს. ფიქრობ, რომ შეიძლება პირველ ბრძოლაზე უფრო ისეთი თანაბართან მიახლოებული ჭუბი იყოს, თუნდაც თავიდან ყოველ შემთხვევაში, მაგრამ შემდეგ უნდა ველოდები მერაბის მოგებას. ერთი რაც მაინტერესებს, ის არის, რომ პეტერიანი გამოიყენებს თუ არა ნურმა გამედოვის სტილს და შორიდან დაუწყებს თავიდან მუშაობას დისტანციაზე, თუ შეუტევს მიაწვება და ეგრევე ატაკმაზე წავა შეტევაზე რა და ახლოს შევა რა, ეგ მაინტერესებს, იმიტომ რომ შორიდან მერაბ შეიძლება ცოტა ხანი ეჭუბო, აჯობო ტექნიკურად სისტრაფით შეხვიდე, გამოხვიდე, მიარტყა, გამოხვიდე, აქედან კუთხე მოვუჭრა, აქედან დაარტყა, როგორც უმარი უკეთებდა თავიდან, მაგრამ ადრესტუბიან მაინც დაგღლის ეს მოძრაობა, იმიტომ რომ ის არ ჩერდება, მოდის მაინც, მოდის და შენ იღლები უკვე ამასობაში, როცა გაწვება ადამიანი და ვერთიშავ თან ვერაფერს ვერ უშვები და ის მოდის შენ იღლები ისტრესები და იღლები სტრესი გღლის და წინ თუ წაყვალ და შეეცდები მაგის გათიშვას და დაფინიშებას და ატაკაზე წაყვალ პირიქით შენ ხო ეგ უფრო უპრიანია მერაბთან ალბათ ჩემი აზრით უფრო ისეთი ხელსაყრელი სტრატეგია მაგრამ ამას შესრულება უნდა თუ ვერ შეასრულე და ის შენი შეტევა ჩაფლავდა და არ დასრულდა ფილმით რა ქვია ტრიუმფით ხო და ვერ გათიშე ხო ან ვერ დააზიანე სერიოზულად მე ისევ დარხეული მე უკვე იქ ხარ სადაც მასჭირდები ხო და აი ძალიან საინტერესოა რა სტრატეგიით იჩხუბებს პეტერიანი ხვდები რას გეუბნები ჩემი აზრით სტრატეგიის შეცვლა არც პეტერიანს შეუძლია დიდად რა თავისი სტილი უკვე ჩამოყალიბებულია ჩემი აზრით პეტერიანს შეუძლია სტრატეგიის შეცვლა ჩემი აზრით პეტერიანი ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკურად ყველაზე გამართული მოჭყუბარია რაც კი მინახავს ზოგადად ამ დივიზიონში TJ დილაშოუს შემდეგ უბრალოდ პეტერიანს არ აქვს ის სტამინა ის გამძლეობა ის ჟინი და ის მუშაობის აი ეს უაზრო დიდი აუთპუტი რაც მერაბს აქვს რა და ალბათ ისე და ისე ამის ხარჯზე გადატეხავს მაინც მერაბი და იყოს დისიჟენით ლიბი ოღონ მოიგოს ეს ჭუბი რა ეს ჭუბი ამ ჭუბის წაგება არ შეიძლება მაგრამ საქმე იმაშია რომ და წინ გახედვა არ შეიძლება თქო ჯერ ესეთი მაგარი ჭუბი გვაქვს წინ მაგრამ მე ისევ ის პატარა ხავი მინი ხავი უნდა მოვა ალბათ ყველაზე ხარ და ეს არ დამთავრდა ჭილოთიდან შემოსევები რა მაგრამ ნახოთ ჯერ ეს ჭუბია გასავლელი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჭუბია მოგებული რო აქ პეტერიანზე მაგი ნუ მოგვატყუებს ძალიან რთული ჭუბია ეს თეორიულად მაინც და იმედია თეორიულისგან განსხვავებით პრაქტიკულად ადვილად მოიგებს მერაბი ნახოთ აი იქნება ერთი პირველ რაუნდში ფინიში რო გააკეთოს და ცოტა დაასვენოს ორგანიზმი რა ნახოთ ხო შენ რო ახსენე რომ აი შორიდან დაუწყოს პეტერიანმა რაღაც სტრატეგიების შეცვლა არ მგონია რომ ეგეთი წარმატება კონდეს უმარი არის სხვანაირი აწყობილი და სხვანაირი სტილით რა და პეტერიანს და ანუ ამ ბრძოლაში შენ ფიქრობ თუ არა რომ პეტერიანმა გააკეთოს ის უკეთ რაც ბოლო ბრძოლაში ვერ გააკეთა თუ მერაბმა მერაბი უკეთესად გააკეთებს რაც გააკეთა წინა ბრძოლაში რა კი მესმის ისე თქვა წინდა ჩემი აზრით ერთადერთი რაც არის განსხვავება შეიძლება იყოს უფრო ფსიქოლოგიურად მერაბისთვის რა უკვე დამარცხებული ყავს პეტერიანი ევრათ უფრო კომფორტულად არის რაღაც ესეთი ნეგატიური გზნობები და ბრაზი ნაკლებად აქვს უკვე პეტერიანთან თავიდან რო ქონდა დაერწმუნებული ვარ face off-ზე ეხა ხელს აღარ უჯიკავებს კი მაშინ ყელში ხოლმე ხარ და აი ამას ექნება თუ არა რა ეფექტი რა ბიჭო მაშინ ეს იყო რა ქვია მაშინ პეტერიანმა თუ გახსოვს ვიდეოში თუ გაქნაღი დაამცირა ძაა რა ამჯერთან ერთად რო იყო რა და მართლა ესე ყველაზე ხარ რაღაც დისმისი გაუკეთა თითქოს და მართლა ესე რო უყურე არ მესიამოვნა აი ზოგი მერაბის ადგილას იმ წუთას იქვე ატეხავ დაძაბავდა მაგრამ ნუ იქ არ დაუძაბა მაგრამ მე ჭუბის დრო რომ მოვიდა
დაიძაბნენ ხო და ეხლა დარწმუნებული ვარ უკვე ის იმის მერე მერაბმა რაც გაიარა და რაც გააკეთა გინდა არ გინდა პეტერიანს უკვე პატივისცემა გაუჩნდა მერაბის მიმართ როგორც მებრძოლის მიმართ მაშინ აშკარა იყო რომ პატივს არ ცემდა როგორც მებრძოლს რა სამწუხაროდ ეგრე დავინახეთ ჩვენ ხო მე ყოველ შემთხვევაში და ამის გამო აგო კიდევაც პასუხი მერაბმა აგებინა ამაზე პასუხი რა შეიძლება პატივს არ ცემდე ადამიანს მაგრამ ესე პირდაპირ ხალხის თვალწინ რომ ესე უპატივცემულობაზე ეტყვი რაღაცას შეურაცხყოფილად ხო დამცინავად და მე პასუხს აგებ მე კანონზომიერება აღდგა მან რა კარგი იყო როგორც მოხდა და რაღაც მოხდა მაგრამ ეხლა ამჯერად უკვე სხვა სიტუაციაა კი მებრძოლების დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ სხვანაირი იქნება დარწმუნებული ვარ და ნახოთ ბრძოლა რამდენად სხვანაირი იქნება ეგ არის საინტერესო რა რამდენად მშიერი არის ადამიანი რა რომელსაც ყოველდღე აქვს ის რაც უნდა რა ხოაზე ხარ ან კონორ მაკგრეგორზე რო წავიდა საუბარი რომ როცა აბრეშუმის მატრაზე თუ რაღაცაზე წევხარ და გძინავს ხოაზე ხარ რა ჩემი აზრით უკვე მერაბის არაფერი არ აკლია ხო ანუ შეიძლება ითქვას რომ დღესდღეობითაც არის ყველაზე წარმატებული all time bantamweight-ი და ერთ-ერთი წარმატებული ყოველი დროის UFC მებრძოლი რა ამ გამარჯვების შემდეგ გონი რეკორდი იქნება რა ანდერსონ სილვასი თუ არ ვწდები რა კამარო უსმენი არის ეხა ერთად არიან გონი და ესეც რომ მოიგოს ყველაზე ბევრი სერია იქნება რა ახაჩევისაც 16 აქვს თუ 17 აქვს უკვე არ ვიცი ხო და ანუ აი რატო უნდა იყოს ეგეთი მშიერი და რა აძლევს мотиваციას ეხა რა მერაბს რა ნუ აქ სიტუაციის ინდივიდუალურობაზე ალბათ უფრო ჩემი აზრით აქცენტი გასაკეთებელი ფაით ჰოპი უეჭველი არა თორე ერთხელ მაინც მოვიდოდა თვითონ თუ სიტუაციის მიხედვით ვიმსჯელებ და იმაზე საუბარი რატო როგორ შეიძლება შეინარჩუნოს კაცმა სიმშილი და мотиваცია როცა ყველაფერს მიაღწია ყველაფერი აქვს ყველაფერი უკვე გააკეთა და იშოვა და ასე შემდეგ აქ კონკრეტულ შემთხვევაში ალბათ ის რომ ჩვენ ქართველები ვართ და რუსეთთან ეგეთი სიტუაცია და ურთიერთობა გვაქვს ეს უნიკალური სიტუაციაა რომელიც აი თქვა მაგალითად რო კითხო პალესტინის და ისრაელის კონფლიქტზე ვიღაცას გეტყვის უმეტესობა სოფლიოში ხო რო კითხო იქ ვიღაცების კიდე რაღაც ქიშპობაზე ნტრობა და საქართველოს რუსეთმა რაც გაუკეთა და მაგას რაც მოყვა ჩვენს გულებში და რაც გვიქნეს და რაც წაგვართვეს ძალიან ბევრ პოლიტიკაში ვარ გადავიჭრე ხა მაგას ქართველის გარდა და საქართველოში ნაცხოვრები და ამას გამოვლელი ადამიანის გარდა ვერავინ ვერ ხედავს და ვერ გზნობს იმ დონეზე. გამიგე? იმიტომ რომ არავინ არ იცის ეს ჩვენი ამბავი. ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ბესპრიდელი დაგვემართა ჩვენ რუსეთთან და ამას არავინ უკრაინასაც კი შეიტყო მთელ მსოფლიომ და მიხედავთ რომ ერთი ხალხია ფაქტურად რუსები და უკრაინელები აღარაც ამლა გენეტიკურად ეგენი ერთნი არიან და ჩვენი ამბავი რაც გვიქნა ჩვენ რუსეთმა ხო ამ წლების განმავლობაში საუკუნეების განმავლობაში ამდენჯერ გვიღალატეს ამდენჯერ პროჭულად მოგვექცეს და დღემდე თლად კარგად არიქცევიან და მაგათ გამო საქართველოს ყველაზე ლამაზი კუთხე საქართველოს შემადგენლობაში არ შედის დღესდღეობით და რუსეთი რო არა დავიბრუნებით ერთ კვირაში ალბათ ეს ყველაფერი არავინ არ იცის კაიგე და ეს ყველაფერი ზატო მერაბმა იცის და წვავს ეს მაინც ჩემი აზრით და მაინც უნდა რომ ამის გამო რამდენჯერაც შეძლებს პეტერიანი იქნება თუ სხვა რუსი მოჭუბარი იქნება იმდენჯერ მიუხედავად რომ შეიძლება პეტერიანი არაფერ შუაში არა ამ კონფლიქტთან რეალურად მაინც აგებინოს პასუხი. აი ეს არის ჩემი აზრით მაგის მამოძრავებელი მატორი ამ სამ ჯგუფში რა. ამ კონკრეტულ ჯგუფში. სხვა ჯგუფში სხვა мотиваციას პოულობ, გაიგე, მე რაღაცა სხვა. მოჭუბარი რო ხარ და მithumetes უკვე ჩემპიონი რო ხარ. უკვე ყველა ჯგუფში თავიდან პროსტა ჯგუფი გინდა. გამიგე, გაინტერესებს რომ თუ შეგიძლია ჯგუფი, თუ გაქვს მაგის კვერცხები. მე რაღაც დონეზე თუ შეგიძლია ასვლა გაინტერესებს. მე კიდე რა სხვადასხვა мотиваციები გაქვს, სხვადასხვა პერიოდში რა შენ კარიერაში და
მე ის გაინტერესებს UFC-ში თუ შეგიძლია შესვლა. მე იქ რო შეხო, აბა იქ თუ შეგიძლია competitions გაუქაჩო და ესე შემდეგ და ამ დროს უკვე ამ დონეზე მერაბი სადაცაა. უკვე ყველა ჩხუბში ყველა მოწინააღმდეგისთვის ინდივიდუალურ მასეძებ мотиваციას მოსამზადებლად, გამიგე? ზოგი იქ მოწინააღმდეგეს იმას აკრავს მაცივარზე, ზოგი ქარკეზე საბანოში, ზოგი რაღაცაში, ზოგი რაღაცა ამბავს იჯერებს თავის თავში, რომ გამოეკიდოს, იმიტომ რომ არ შეუძლია პროსტა ისე ადამიანი ეზიზღებოდეს ყველაზე ხარ. რამდენჯერ გვინახავს, რომ რაღაცა გამოგონილი ამბავი და უბრალებია ტიპის ერთმანეთისთვის რა, შენ ესე თქვი და ესე ქინდე, ეს ამას ნიშნავს აბსურდი რაღაც ბავშვი. მერავს რეალური მიზეზი აქვს. აი ეს დიდი რა. ამ ჩხუბში, ამ კონკრეტულ ჩხუბში, მაგას საკმარისი მიზეზი აქვს იმისათვის, რომ კონცენტრაცია არ დაკარგოს. ეგ არ იქნება პრობლემა. ნახოთ რა იქნება. მერაბიას გაუმარ ჯოს ვერ ვიყვირებ ბავშვს ძინავს. რაც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს, თორსა ესეთი მნიშვნელოვანი ჩხუბია. რაც არ უნდა გქონდეს ხო შენი პირადი განცდები და რაღაცეები, ვინც არ უნდა იყოს, მე პირადად ესე ვთვლი, რომ ეს აგორი აზრი არ არსებობს, ჩვენ უნდა დავდგეთ ყველა ერთად მერაბის ზურგს უკან რა, ასეთ ჩხუბის დროს. ახლა ტრაგედია კი არა, ხო, ბოლო რაღაცა თქვა, მაგრამ სანამ ვიბრძვით, უნდა ვიყოთ ერთად. და მე ის ჩვენი რაღაცეები, მე ცალკე უნდა გავარკვიოთ ჩვენ სხვების დასანახად კი არა. ცალკე უნდა გავარკვიოთ რაღაცეები, ჩვენ სახლში ოჯახის საქმე და პრობლემები გარეთ არ უნდა გავიდეს ოჯახიდან. ეგრეა ქვეყანაც. ეხლა უნდა დავდგეთ, დავირაზმოთ და კიდევ ერთხელ დავამარცხოთ რუსი. და კიდევ საინტერესო ფაქტი რომი მერაბის ფინიშის შანს უფრო უპირატესობას ვაძლევ ვიდრე პიტრიანის. როდის ქონდა პიტრიანს ფინიში აბა ბოლოს? ძალიან დიდი დრო გავიდა. სტილისტურად ძალიან უხერხული არის მერაბის სტილი რა პიტრიანთან და ნახეთ მე მართლა мотиваცია რო ტიტული არის, მაგაზე დიდი мотиваცია რა იქნებოდა შონომალისთან. მე ის მეორე ბრძოლა, აი რა мотиваცია მიიღო მერაბმა შონომალის მეორე ბრძოლა, ხო? მაგრამ უკეთესად შეასრულა და დაამთავრა რა და ამინ მაგას ველოდებით და კიდევ ერთხელ fight hopper-ებს დავბრუნდებით რა თქმა უნდა ამ ბრძოლის შემდეგ. იმედი მაქვს მე პირადად რომ გვეყოლება ზვიად ლაზიშვილი ან კიდევ ვინც არიან ახლა მერაბთან რა ლას-ვეგასში ჩვენი ბიჭები რამდენი არიან ხო? სახელებს არ ჩამოვიდა ხო ბიძინა ახალი ჩასული და რავი იმედი მაქვს დავბრუნდებით რა ესეც საინტერესო ხალხთან რა ამ საქმეში. მე კიდე იმედი მაქვს რომ მალე მომეცემა ვეგასში ჩასვლის მიზეზი საუკეთესო ქართველი მებრძოლი ლევან ჩოხელი იმედია მალე გააკეთებს თავის დებიუტს UFC-ში და გავფრინდები მეც მე ვეგასში რა. ამინ. აბა ხალხო, Fight Hop, ნოსტალგი გიორგი სართანია და რომეო 50 ცენტერაძე დროებით გემშვიდობებით. You tune into the Kartvelians on the Fight Hop podcast.